ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, მე ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს სტუმრად გვყავს პედაგოგი და მოსწავლეები, საუბრობთ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და როლზე. გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდოდა ეს გადაცემა გამოსულიყო ერთი მხარიდან ნასაუბრები, ამიტომ მოსწავლეებიც მოვიწვიეს სტუმრად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან თამაზ მჟავანაძე, იურისტი და ამავე დროს პედაგოგი და მოსწავლეები მარიამ დემეტრაშვილი და მარიამ მუკბანიანი, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მნიშვნელოვანი არის თქვენი ჩართულობა და ამ თემაზე ორივე მხარის აზრის მოსმენა. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მონაწილეობთ ამ გადაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისათვის და ამ თემის ასე აქტუალურად გაშლისთვის. მოდი დავიწყოთ. მასწავლებლებს მინდა ვკითხო, რას ნიშნავს სამოქალაქო განათლების სწავლება ზოგადად სკოლებში და რა მნიშვნელობა ენიჭება მას? კიდევ ერთხელ მადლობა, ცოტა რთულია სამოქალაქო განათლებაზე ორი სიტყვით ისაუბრო, იმიტომ რომ ეს არის საგანი, რომელიც მოიცავს აქტიური მოქალაქის ფორმირების როლს და ეხება ცხოვრებისეულ ყველა ასპექტს. როგორც არის უფლებები, მოვალეობები, სახელმწიფო სტრუქტურები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის უფლებები, ეკოლოგია, საერთაშორისო მიმართულება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საგნის შესწავლა და ეს საგანი დღეს იძლევა უფრო მეტად არაფორმალური განათლების რესურსების შევსებასაც და ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ აყალიბებს და ფორმაციას აძლევს აქტიურ მოქალაქეს, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე იცის, როგორ დაიცვას საკუთარი სხვისი უფლებები და როგორ იყოს აქტიური მოქალაქე საკუთარი ეროვნული ტრადიციებით და ამავე დროს იმ გლობალურ სამყაროში იყოს ადაპტირებული, რომელიც ბუნებრივია ჩვენს გარშემო არსებობს. რეალურად ჩემს შემდეგ შეკითხვაზე პრინციპში უპასუხე, იმიტომ რომ ეს საგანი ბავშვებს და მოსწავლეებს ეხმარებათ იმ საზოგადოების ზოგადად გათვითცნობიერებაში, მიმღებლობაში, რაც მათ ირგვლივ ხდება და ამავე დროს აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. აი მე მაინტერესებს ამ საგაკვეთილო პროცესებში რა ტიპის აქტივობებს იყენებთ, იმიტომ რომ ერთფეროვანი ჩემ დროს რომ იყო მაგალითად მარტო რომ ყვებოდა მასწავლებელი გვიხსნიდა და შემდეგ ჩვენ იმას ვიმეორებდით, მოსაბეზრებელი იყო და ისეთი შედეგის დიდად მომცემი ვერა, რომელიც უნდა მიგვეღო. აი თქვენ რა ტიპის აქტივობებს იყენებთ? მოდი ამ კითხვაზე მერჩევნია მარიამმა დაიწყოს, იმიტომ რომ ჩვენ სამოქალაქო განათლება იცით ორ მიმართულებად იყოფა. სამოქალაქო განათლება როგორც საგანი და სამოქალაქო განათლება პროექტული და თუ ამ მიმართულებით რას მუშაობთ, მოდი ჯერ გავეცნოთ მოსწავლეს თვალით დანახულს და მერე მეც შევავსებ, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველაზე ხშირად გაკვეთილებზე ვატარებთ განხილვაზე და აქტივობებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. უფრო მუშაობთ ჯგუფებში, ვატარებთ პრეზენტაციებს, ვაკეთებთ პროექტებს. ძირითადად ჩვენი მაგალითები არის დაფუძნებული რეალურ ცხოვრებაზე. ეს გაკვეთილები უფრო საინტერესოა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ საკუთარი აზრი და უკეთ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ასევე ჩვენ გვაქვს სახალხო გამოკითხვა აქტივობებში, პრეზენტაციები, პლაკატები. და ეს ყველაფერი ხალხთან ასოცირდება და თავისი აზრი და ჩვენ ვუხსნით ამ ყველაფერს. თემები რა არის, რაზეც თქვათ პროექტებს აკეთებთ, პრეზენტაციებს, პოსტერებს თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ სასკოლო ცხოვრება ბევრ სხვადასხვა თემას მოიცავს და ისეთ პრობლემებს მაგალითად, როგორც შეიძლება იყოს ბულინგი, ან რავით, ბევრნაირი პრობლემები. სახალხო გამოკითხვა გავაკეთეთ ბულინგზე, მოვისმენთ საკუთარი აზრი და ვინც არ იცოდა ეს ყველაფერი აუხსენთ და განუმარტეთ. ასევე ესევე ჩავატარეთ პროექტი და პრეზენტაცია მე-7 კლასში, რომელსაც გავაცხადეთ ბულინგის თემა. აუხსენთ ეს ყველაფერი და მივეცით ცხოვრებისეული რჩევები ამ ბულინგთან დაკავშირებით.
მე დავამატებდი რომ ნახეთ აი ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი მიმართულება საპროექტო ეს არის ბულინგი, ადიქციასთან ბრძოლა და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსწავლეების მომზადებული მასალებით. ჩვენ ვიწევთ კვალიფიკაციური სპეციალისტებს, მაგალითად ფსიქოლოგი ყავდა ამას წინათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონ დავით ქათამაძე, რომელიც ესაუბრა ბავშვებს ადიქციის მნიშვნელობაზე, ესაუბრა ბულინგის პრობლემატიკაზე და აი ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ვაჯამებთ კომპლექსურად. ჩვენს მიერ მიწოდებული მასალების შედეგად მე-7 კლასელებმა იცით რომ სამოქალაქო ბათთან ახლა იწყება, მოამზადეს ჩანახატები, მომზადდა პოსტერები და აქტიურად ვერთვებით სასკოლო საზოგადოება. ეს პროექტი კიდევ გრძელდება და მოგვიწევს ჩვენ იქ ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც არის მანდატურის ინსტიტუტის ჩართულობა და შესაბამისად ეს თემა არის უმნიშვნელოვანესი იქიდან გამომდინარე, რომ ბულინგთან ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სკოლაში უნდა გააკეთდეს. აი თანამედროვე მიმართულებთან სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ დაანონსდა სასკოლო განათლების რეფორმა და მე მინდა შევეხო ამ ნაწილს, იქ ბევრი ნიუანსია, მაგრამ მინდა შევეხო ორ თემას. ეს არის ფორმიანობის ნაწილი და ეს არის ტელეფონების აკრძალვის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? პირველი ის, რომ აი ბულინგის პირველი ნიშნები იწყება სწორედ ჩაცმულობით, რა გაცვია, როგორ გამოიყურები და განსაკუთრებით სენსიტიურია ვიზუალურ მიმართულებაზე აღქმა და შესაბამისად გამომდინარე აქედან ფორმიანობის თემა მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს მოგცემს ამ კუთხით ტელეფონების აკრძალვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველი, იმიტომ რომ ბავშვი იყოს კონცენტრირებული, მეორე იმგვარად, რომ არ მოხდეს გარკვეული კიბერბულინგისთვის საჭირო მასალების დაფიქსირება სასკოლო სივრცეში, ამიტომ სახელმწიფო ამაზე ზრუნავს და მისასალმებელია მსგავსი ტიპის გადადგმული ნაბიჯები. ეს ტელეფონებზე ხა მინდოდა აქცენტის გაკეთება. მე არ წამიკითხავს ეს ჩანაწერი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ტელეფონების აკრძალვა მხოლოდ მოსწავლეებს ეხება თუ მასწავლებლებსაც? იმიტომ რომ ეხლა მე ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო. TikTok-ი სავსე არის სხვადასხვა რაღაცა ვიდეოებით, როცა მასწავლებლებიც იღებენ საგაკვეთილო პროცესში რაღაც აქტივობებს, ან თამაშებს, ან რაღაც მსგავს. და ამ მიმართულებით თუ იქნება ცვლილება, რომ აი მათაც აეკრძალოთ ტელეფონის გამოყენება. მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ რაც შეეხება TikTok-ს და ზოგადად სოციალური ქსელების გამოყენებას, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის დრო უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის პოპულარული სოციალური ქსელები და იქ სწორად უნდა იყოს მიწოდებული მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. თუ TikTok-ი არის ვიდეო არის ჯანსაღი, თუ ის მეგობრობას ეხება ურთიერთობა, რომელიც აი დამყარებული არის ურთიერთპატივისცემაზე და სასკოლო გარემოს აი ჯანსაღის შესწავლის პროცესს ეხება, ბუნებრივია ამისთვის რაღაც დრო ექნება მასწავლებელს, რომ ეს გააკეთოს და მეც ხშირად მთხოვენ მოსწავლეები, რომ იქნებ რამე გადავიღოთ, როგორც რაღაც ვიდეო რგოლი მოვამზადოთ. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ პროგრამირებული რობოტები, აი შევიდა, გაკვეთილი ჩაატარა, ამ ბავშვს გამოუცხა და მორჩა. ჩვენც ადამიანური ურთიერთობები გვაქვს და ბუნებრივია ამ ადამიანურ ურთიერთობებში რაღაც სოციალიზაციაც ხდება. კი ბატონო, მადლობა. აი მარიამთან მექნება ასეთი კითხვა. რამდენად რთული ახსენა, რომ გუნდურად გვიწევდა მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე, აქტივობებზე. რამდენად რთულია გუნდში მუშაობა და თუ ყოფილა პრობლემები, აი როგორ მოაგვარეთ ეს? იმიტომ რომ გუნდში სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან.
აქ როგორ მუშაობთ გუნდში? ერთადად გუნდში მუშაობა ჩემთვის პირადად რთული არაა, მაგრამ თავარია ერთმანეთის აზრების და იდეების მოსმენა. ამავდროულად გუნდში მუშაობა მოითხოვს ისე როგორც თანადგომას და მოთმინებას ერთმანეთთან, ანუ არასოდეს არ უნდა რჩებოდეს ადამიანის საქმის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ზოგს უფრო მეტი უნდა ლიდერობა, მაგრამ ამას ერთდროულად ყველას თანაბარი უფლებები უნდა ქონდეს და ყველა თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. ეს ყველაფერია მოსმენა და თანადგომა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და გუნდში მუშაობაც უფრო ადვილი გახდება. კი ბატონო, პასუხისმგებლობების სწორად განაწილება, საქმეების განაწილება და გამოდის რომ თქვენს გუნდში ეს ყველაფერი მოგვარებული ყოფილა, იმიტომ რომ ისეთ წარმატებულ აქტივობებზე და პროექტებზე მიყვებით. ეხლა მასწავლებელთან მექნება ასეთი კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი არის, ვიცი რომ მნიშვნელოვანია, უბრალოდ თქვენი ემოცია მაინტერესებს და დამოკიდებულება, აი მოსწავლეების ინიციატივები, რომ ხედავ რომ ეს მოსწავლეები მონდომებულები არიან. თქვენ რა განწყობა გექმნებათ, რა ემოცია? მასწავლებელი თანამედროვე გაგებით არის მიმართულების მიმცემი. მით უმეტეს სამოქალაქო განათლებაში. მე უნდა მიმცემ მიმართულება, არჩევანი უნდა გააკეთოს თვითონ. ჩემი ფუნქცია არის, რომ ბავშვს განუვითარდეს კრიტიკული აზროვნება და ჯანსაღი სოციალური გარემო, სადაც ის გარემოში მისი ადაპტირების შესაძლებლობა იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ფასეულობებზე, ოჯახის პატივისცემაზე, გლობალური სამყაროს გამოწვევებთან პასუხისთვის, მზად და ბუნებრივია ინიციატივები უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, საპროექტო სწავლებას, როდესაც ჩვენ ვიწყებთ, ხო? აი საპროექტოში არის რამოდენიმე პროექტი. კლასს ეძლება მოსაფიქრებელი დრო, შესაძლებლობა რომ აირჩიოთ, რომელი პროექტი უნდათ გადახორციელოთ ამ სემესტრში. ბუნებრივია, თუ არ მიეცი არჩევითობა, თუ არ მიეცი ზომიერი შეცდომების დაშვების უფლება, ვერ მოხდება ბავშვის ჩართულობა და ეს მნიშვნელოვანია, რომ თვითონაც განვითარდეს. თუ მას გამზადებული მიუტანე ყველაფერი და ის მხოლოდ არის სპიკერი, ეს არ მოგცემ შენ საბოლოო ჯამში ბავშვის როგორც აქტიური და ჯანსაღი მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. თან აქვე დავამატებდი, როცა მოსწავლეს გამზადებულ რაღაცებს ლანგრით მიართმევ, მაშინ უნარის, თქვათ, ლიდერობის, პრეზენტაციის და ასე შემდეგ ამ სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებაში რეალურად ხელს უშლი. ამიტომ სწორი მიდგომები გაქვთ, ძალიან მიხარია. თქვენ ახსენეთ, რომ ამ საპროექტო მუშაობის დროს მოწვეული გყავდა, თქვათ, ფსიქოლოგი, მანდატური თუ ვიღაცები, თუ გქონიათ ურთიერთობა მუნიციპალიტეტებთან, ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ზოგადად ისეთ რგოლებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოების ცხოვრებაში. იცით რა, პროექტები არის მრავალმხრივი, იქ ეკოლოგიის მიმართულება არის, უფლებები არის, სხვადასხვა საკითხები არის სემესტრიდან გამომდინარე, ჩვენ შევჩერდით და აქტუალობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სამ პროექტზე, რასაც მე ვახორციელებ როგორც პედაგოგი, ეს არის ადიქციასთან ბრძოლა, ასევე ბულინგის თემა და ნარჩენების მართვა. ბუნებრივია, როდესაც ამ მიმართულებებზე მივდივართ, იქ სადაც სახელმწიფო უწყებების ჩართულობა არის საჭირო, გვერდთვებიან, აი მაგალითად ნარჩენების მართვაზე ჩვენ სპეციალისტი გვყავდა ეკონომიკის სამინისტროდან, გვექნება გასვლითი შეხვედრაც შესაბამის უწყებაში, რომელიც ამ სფეროზეა პასუხისმგებელი და მოსწავლე პირადად ნახავს იმ პრაქტიკულ მნიშვნელობას. ასევე თქვენ არასამთავრობო ახსენეთ და საპროექტო სწავლება, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად პროექტის დაწერა და პროექტის მართვა. საპროექტო სწავლება ყველაზე მეტად რაც ავითარებს მოსწავლის უნარებს, ეს არის პროექტის მომზადება, მისი გაწერა, მისი ვადებში ჩასმა, მისი სტრუქტურის დამუშავება, აი ამ პროექტული მასალების მომზადება და ჩვენი მოსწავლეები ამ კუთხით მუშაობენ. კიდეც აი მე მინდა ასევე 2-3 სიტყვით ადიქციის თემას შევეხო. ამ მიმართულებით ესეც აქტუალური პრობლემაა. მოსწავლეებიდან წამოვიდა ამ პრობლემასთან ბრძოლის
მექანიზმები და ამ კუთხით იცით, რომ სახელმწიფო აძლიერებს კონტროლს, რამდენიმე სამინისტრო ახალ ერთად მუშაობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვა და განათლების და მნერგავენ სხვადასხვა პროექტებს მომავალი ნარკოტიკების გარეშე, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია, იქ მოხდა ბადატურების გადამზადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ სამომავლო მავნებლობის შესახებ, რასაც ადიქციული დამოკიდებულება ნებისმიერი მისი გამოვლინებებით იწვევს. კარგია და მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ასაკიდანვე ხდება ასეთ თემებზე ყურადღების მიქცევა და გამახვილება. შორის მესამე კლასიდან მე და საზოგადოება მესამე კლასიდან იწყება, მესამე-მეოთხე კლასში, შემდგომ მე-7-დან უკვე მე-12-ში ჩათვლით სამოქალაქოა და აი ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მოქალაქემ შეხედოს ამ საგანს, მოსწავლე მოკაცრავად შეხედოს ამ საგანს, როგორც მისთვის საჭირო მომავალზე ორიენტირებულ საგანს და არა როგორც მეორე ხარისხოვან საგანს. ამ კუთხითაც მე ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმა ის ცვლილებები დაგვეხმარება, რომ ყველა საგანს თანაბარი პრიორიტეტი ჰქონდეს. მადლობა. ეხლა მარიამთან გადავალ ისევ კითხვით, თუ ეხმარება, ეხლა პრინციპში პასუხი თითქმის თქვი, მაგრამ მარიამის აზრი მაინტერესებს, ეს საგანი თუ გეხმარება იმაში, რომ უფრო აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბდე და სხვადასხვა თემებზე სწორი შეხედულებები და ღირებულებები გქონდეს. ეს საგანი მე მეხმარება ყოველდღიურ სკოლის ცხოვრებაში, ისე როგორც სკოლის ცხოვრებაში უფრო მეტად ვიგებ ყველაფერს, ასევე ვეცნობის სხვების აზრს, ვიგებ ჩემს უფლებებს, ჩემს მოვალეობებს, რა უფლება მაქვს და რა მოვალეობები გამაჩნია, ასევე ვსწავლობ სხვების შესახებ, ვერთვები სხვადასხვა დისკუსიებში და ამით უფრო გათვითცნობიერებული ვხდები ცხოვრებაში. მადლობა მარიამ. გეტყობა თაზოს მოსწავლე რომ ხარ, იმიტომ რომ ჩვენ წინა რადიო გადაცემაში ყოველთვის ხაზს უსვამ და რომ ადამიანების უფლებებს თან ახლავს მოვალეობებიც და ეგ რომ გათავისებული გაქვთ, ძალიან მაგარია და მნიშვნელოვანია. ეხლა სამომავლო გეგმებსაც რომ გადავავლოთ თვალი, რა გეგმები გაქვთ? ანუ გარდა ამ სამი პროექტისა, კიდე ხომ არ გეგმავთ რაიმეზე ყურადღების მიქცევას, ან წინა პლანზე გადმოწევას და ასე შემდეგ. აქ ის მარიამს დავუთმობ დროს და მეც შეჯამებას გავაკეთებ, ბუნებრივია ამ საკითხის. მომავლისთვის მიზანია სამოქალაქო განათლება უფრო აქტიური და საინტერესო გავხადა, ისე როგორც მაღალ კლასებში და დაბალ კლასებში გაეცნოს ხალხი ამ ყველაფერს. იცოდნენ რა არის თავისი უფლება, მოვალეობა და თავისი ადგილი და როლი იცოდნენ ამ საზოგადოებაში. მადლობა. თაზოშიც რომ შეგვიჯამო. პრაქტიკულ ნაწილს რაც ეხება, პრაქტიკული ნაწილი მარტივია. მაგრამ ფოტოებს ჩამიგდებ, მე ხო სკრინებს. ბატონო, დავსკრინე. პრაქტიკული ნაწილი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ სამოქალაქო განათლება მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს. მათ შორის საპროექტო სწავლება სემესტრულად მოიცავს 2 პროექტის გაკეთებას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, რომ მომავალ წელს ავირჩიოთ სხვადასხვა აქტიურ საკითხებზე პროექტი, როგორც არის სასკოლო სივრცის მოწესრიგება, როგორც არის ცხოველთა უფლებების დაცვა, ან განმოვითაროთ ის სისტემური საკითხები, რაც სასკოლო სივრცისთვის მნიშვნელოვანია. უფლებები, პრევენციული მექანიზმები, ისევ და ისევ ბულინგზე, ადიქციასთან მიმართებაში და ბუნებრივია ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ერთობლივად შევქმნათ სისტემა. აი ძალიან მნიშვნელოვანია ამაში სკოლის ადმინისტრაციის როლი და მე მინდა გამოყო ჩვენი სკოლის მიმართულება, აი როდესაც შედიხარ ხელმძღვანელთა პროექტით და იწყება განხილვა. ყოველთვის არის ბრძაობა, ოღონდ გააკეთეთ. ოღონდ იმუშავეთ, გათვალეთ, ეს მნიშვნელოვანი თემაა, როდესაც ესმის ადმინისტრაციას შენი და ამავდროულად
გეძლევა შემოქმედებითი თავისუფლება, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა ეს საკითხი მომავალში ადრე თუ გვიან მოსწავლეს დაუდგება წინ და იქნება მისი საზოგადოებაში ფორმირების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა პროცესს არჩევნებში მონაწილეობის ხდება უწევს ამავე დროს ხდება სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მისი ჩართულობა და შესაბამისად ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება რომ მზად იყოს ბავშვი როდესაც ის უკვე იწყებს სრულფასოვან ცხოვრებას საუნივერსიტეტო პრაქტიკით თუ პროფესიული განათლებით მან იცოდეს რა დონის მოქალაქეობრივი და სამართლებრივი თვითშეგნება მოეთხოვება. რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა იყოს დაფუძნებული ეროვნულ ღირებულებებზე და თანამედროვე საერთაშორისო გლობალურ მოთხოვნებზეც და ჩვენი სკოლა ამ კუთხით გამორჩეულია და თან იმას ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა სკოლებთან მომავალში იგეგმება შარშან ქონდა პრაქტიკა ჩვენ თანამშრომლობდით კავკასიის ბიზნეს სკოლასთან სადაც ჩვენ მრავალმხრივი აქტივობები გვაქვს თქო დაგეგმილი იგივე სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის მიმართულებით იგივე საგანმანათლებლო დაწესებულებთან უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიული ბავშვებობაში ამ კუთხით და რა თქმა უნდა სკოლებთან ჩვენ გეგმავთ თანამშრომლობა შარშანაც ქონდა ძალიან კარგი პრაქტიკა კავკასიის ბიზნეს სკოლასთან მუშაობის სადაც მე ასევე მენეჯერი გახდით და კიდევ ერთხელ მე არ ვიცი ჩაიწერა თუ არა მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიბეორო რომ ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესია ადმინისტრაციის როლი როცა სკოლის ხელმძღვანელობა გაძლევს შემოქმედებით თავისუფლებას შენ მასწავლებელი ორიენტირებული ხარ პროდუქტის შექმნაზე და ნდობის გამართლებაზე ეს ნდობის გამართლებაც მე ავტომატურად გადაედება მოსწავლეს და ხდება შესაბამისი აზრისა და იდეის ფორმირება რაც მე საბოლოოდ ისევ მოსწავლეს უბრუნდება გამოცდილებად რომელიც აქტიურ მოქალაქედ წარმოაჩენს მას. ბატონო, სწორად აღნიშნე, ასეთ საქმეებში ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა რგოლის ჩართულობა და სწორი კოორდინაცია. მას ხო რამეს არ დაამატებს. არა, ძირითადად სამოქალაქო განათლება ჩვენ გვაძლევს უფრო მეტ საშუალებას, უფრო ვიყოთ გათვითცნობები ინფორმატიკულების სხვადასხვა საკითხებზე, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. ასევე ყველა სხვადასხვა ხედა სამოქალაქო განათლების შესახებ და საკუთარი აზრი და იმაზე, რომ ჩვენ მარტო ჩვენს აზრზე ვიყოთ, ეგრე არ უნდა იყოს, ყველისი აზრით უნდა გავეცნოთ და ამავდროულად მაგალითი უნდა ვიღოთ, ან ჩვენ პირიქით უნდა დავარიგოთ ამ თემებთან დაკავშირებით. მადლობა უღრმესი. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე სმენელებს დავაბატონებდი. დიახ. პირდებით რომ ჩვენი ყველა აქტივობა თქვენს რადიოში აუცილებლად იქნება ექსკლუზიურად შემოთავაზებული, იმიტომ რომ ჩვენ დიდი პრაქტიკა გვაქვს ურთიერთობის და რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე რაც იქნება შემოთავაზებული. ახლა ბულინგზე და ადიქციაზე დავამატებ ორი სიტყვით, როცა ვსაუბრობთ, ხო აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩართულია ყველა რგოლი. მე-7 კლასიდან, ასევე სხვა მასწავლებლებიც კოორდინაციაში ვართ. ვაცნობთ ყველაფერს, აი სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზა, გადაწყვეტილებები, პრობლემატიკა, მოსაზრებები. განვიხილავთ ამ თემას ოჯახურ გარემოში, მაგრამ ვიცით რომ ეს საკითხები მათთვის იქნება, ასე ვთქვათ, მეხამრიდი მომავალი ცხოვრებისა და ოჯახურ გარემოში მე სკოლა მაქვს ხედველობაში, იმიტომ რომ ეს ისეთი თემებია, უნდა მიაწოდო არა ფორმალურ გარემოში. კი ბატონო, ფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ფორმალური გარემოს შეთავსება, გაცნობა, გაზიარება, აქტივობები, აი თუნდაც წევადელი ჩვენი ჩართვაც მოსწავლის мотиваციაა და დღეს სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ არაფორმალური განათლების პროცესი უფრო მაღალ დონეზე იყოს და რაც მთავარია, ყველაფერი ეფუძნებოდეს
ეროვნული ღირებულებების ჩარჩოს და ეს სისტემა ქმნის ძალიან მნიშვნელოვან მომავალ თაობას, რომელსაც რა თქმა უნდა მეც უნდა შემცვალოს შემდგომში როგორც პედაგოგი. მე მიხარია, როდესაც მე მუშაობდი სკოლაში, ჩემი მასწავლებელი ყოფილი და მე კოლეგები ვიყავით. გამიხარდება თუ ახლა მე ჩემი მოსწავლეც რომელიმე იქნება ჩემი კოლეგა და აირჩევს ამ მიმართულებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავანახოთ ამ საგნით და სხვა საგნებითაც მოსწავლეს, რომ ის არის ინდივიდი, საჭირო ადამიანი იმისთვის, რომ მან შექმნას მომავალი ჩვენთან ერთად ჯანსაღ კრიტიკულ აზროვნებაზე და იმ ღირებულებებზე დაფუძნებით, რაც სახელმწიფო და ტრადიციული სისტემის ერთობლიობას ეფუძნება და ეს ქმნის ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მაღალ სტანდარტს და ამაში მედიის როლი და თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა უღრმესი. დაგემშვიდობებით, საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და საინტერესო აქცენტებით. წარმატებებს გისურვებთ თქვენ შემდგომ პროექტებში, საქმიანობაში, პედაგოგიურ და სასკოლო მოღვაწეობაში. დავემშვიდობებით ჩემს მსმენელებსაც მომავალ გადაცემებში.